თქვენ ზურგში ტკივილი გაქვთ ბარძაყის გამო და მე შემიძლია ეს დავამტკიცო. ამ ვიდეოში გაიგებთ, ეს თქვენი შემთხვევაა თუ არა და როგორ გააუმჯობესოთ მდგომარეობა ორი ვარჯიშით, რომელიც შეგიძლიათ ახლავე სახლში გააკეთოთ. როდესაც ბარძაყის უკანა კუნთები მოკლეა, ჰიპერაქტიურია და ვერ ახერხებს მოდუნებას, ისინი მენჩს შიგნით ქაჩავენ. და ამ მდგომარეობაში თქვენ ყოველთვის უფრო მეტად აწვევით დისკებს, რაც ცუდია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს დისკის თიაქარი ან პროტრუზია. თქვენ დააგროვებთ კუნთოვან დაძაბულობას წელის არეში და დააძაბავთ ხერხემლის იოგებს. ამ კუნთების სწორად არ გაწელვა არის შეცდომა, რის გამოც ხერხემლის, დისკის, თიაქრის, სიატიკის ბევრი მკურნალობა არ მუშაობს. და როცა ვამბობ სწორად გაწელვაზე, არ გულისხმობ უბრალოდ კუნთის გაწევას. ვინც ტრადიციული გაწელვას სცადა, იცის რომ ძალიან ტკივა და როგორც წესი არ მუშაობს. ჩვენ გავწელავთ ისქიოტიბიალურ კუნთებს რეფლექსურად. და რომ დარწმუნდე რომ იგრძნო შენ სხეულში რა უმჯობესდება, მოდი ტესტით დავიწყოთ. შენ უბრალოდ წინ გადაიხრები ძალის დატანების გარეშე ტკივილამდე. იდეა ისაა, რომ უბრალოდ მოდუნდე და მონიშნო კალმით, მოდი აქ შარვალს ავწევ. შეიძლებოდა ეს ვიდეო შორტით ან ბერმუდით გადამეღო, მაგრამ ძალიან ცივა. დაჯდება. უბრალოდ მოდუნდი და მონიშნე კალმით იქ, სადაც ხელით მიაღწიე, გადმოიტანე ჩემზე. პირველი ვარჯიში მიზნად ისახავს კუნთსა და უკანა ბარძაყის ნერვებს შორის შემაკავშირებელი ქსოვილების გათავისუფლებას. ეს რთულად ჯრებს, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ კუნთის შიგნით მოდუნებას გავს. დაწვევით კედელთან ახლოს, ეს შეიძლება იყოს საწოლი, იატაკი, დივანი, როგორც მე ვაკეთებ აქ. ერთი ფეხი ქვემოთ რჩება, მეორე ფეხი გაწელილია. ქუსლი დაკრდნობილია. იმისათვის, რომ იცოდეთ სწორ მანძილზე ხართ, რომ გაწელვა ეფექტურია, მუშაობს და უსაფრთხოა, ფეხს მიიზიდავთ. მაშინ ბოდიშით წინდას გავიხდი, თორე კედელს დავასვრავ და ჩემს ცოლს ეს არ მოსწონს. ფეხს მიიზიდავთ და იგრძნობთ გაწევას მხოლოდ ფეხის უკანა მხარეს. წვივის უკანა ნაწილში, მუხლის უკან, ბარძახში. თუ მიიზიდეთ და გაწელვა ვერ იგრძენით, ძალიან შორს გახართ კედლისგან. უბრალოდ მიუახლოვით. თუ მიიზიდეთ და იგრძენით ტკივილი, წვა, დაძაბულობა ან დისკომფორტი, ძალიან ახლოს ხართ, უბრალოდ ცოტა უკან დაიხიეთ. დაიხარჯეთ იმდენი დრო, რამდენიც გჭირდებათ, რომ იპოვოთ თქვენთვის ეფექტური და უსაფრთხო მანძილი. კარგი? ამ პოზიციაში უბრალოდ ფეხის მოძრაობას გააკეთებთ. იმ მოძრაობას, როგორც ადრე ხელით საკერავ მანქანას იქანებდნენ, რა? ასაკს ვამხელთ, ხო ასეა. ხო, კარგი. ამას სამჯერ გააკეთებთ, 3 სერია, სანამ არ დაიღლებით. დაიღალეთ, ჩამოწიეთ ფეხი, დაელოდეთ. სანამ დაღლილობა არ დაგივლით, შემდეგ ისევ გააკეთეთ და გაიმეორეთ 3ჯერ თითოეულ ფეხს. როცა ადგებით, მაშინვე იგრძნობთ, რომ ზურგი ბევრად უფრო თავისუფალია, სუბუქი და შემსუბუქებული. ეს არის განსხვავება, როცა იყენებთ გონებას და არა ძალას, რომ გააუმჯობესოთ ზურგი. თუ გსურთ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ თქვენი ზურგის მოვლისთვის, გაქვთ უფლება მიიღოთ ორკვირიანი სავარჯიშო პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ სახლში შეასრულოთ ყოველდღიური ვიდეოს მიხედვით. პროგრამა კოლუნა ლევეში ჩვენ ვაუმჯობესებთ ჯამრთელი ზურგის 4 საკრდენს. აუმჯობესებს კუნთების დაძაბულობის წერტილებს, ეხმარება სახსრების განტვირთვაში, აღვიძებს სწორ კუნთებს, რომლებიც ზურგს უჭერენ დრენ და იცავენ და აუმჯობესებს სხეულის სხვა ნაწილებს, რომლებიც მთლიანად ჩვენს ზურგს არათანაბრად ანაწილებენ დატვირთვას. ეხლა ჩვენ გავაკეთებთ 10 წამიან გაწელვას მხოლოდ იქ, სადაც საჭიროა. აქ მთავარი იდეაა სხეულის ბალანსის აღდგენა. და დამავიცნა მე თქვა კოლუნა ლევეს, ბმული ქვემოთ აღწერაშია მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს, მიიღოს მეტი ინფორმაცია ან დაიწყოს პროგრამა უკვე ახლავე. წავედით. აქ მთავარი იდეაა სხეულის ბალანსის აღდგენა. როცა ამცირებთ ამ დაძაბულობას ხერხემლის წინა მხარეს ან დაგროულ კუნთოვან დაძაბულობას, უკანა მხარის კუნთებს, მათ შორის ბარძაყის უკანა კუნთებს, ნაკლები ძალის ხმევა სჭირდებათ. რომ იდგეთ სწორად, რომ შეინარჩუნოთ ბალანსი, როგორც გითხარით, 10 წამია საჭირო, რომ განსხვავება იგრძნოთ. დადეთ ტელეფონი მაგიდაზე და გააკეთეთ ჩემთან ერთად. დააწყვეთ ხელები წელის არეში, სასურველია რომ თითები ერთმანეთს ეხებოდეს უკანა მხარეს და მუხლების მოუხლის გარეშე გადაიხარეთ უკან. სანამ არ იგრძნობთ სასიამოვნო კომფორტულ გაწელვას წინა მხარეს, მუცელში, გულმკერდში, ხერხემლის წინა ნაწილში. არ არის საჭირო ძალის დატანება, შეგრძნება გავს დილის გაწევას.
შეინარჩუნეთ ეს შეგრძნება 10 წამის განმავლობაში. ეხლა თქვენ გაიმეორებთ ტესტს, რომ ნახოთ, ხელი უფრო შორს მივიდა თუ არა, ან ხერხემალი უფრო თავისუფალი გახდა. და იმისთვის, რომ დაჭიმულობა აღარ დაბრუნდეს, უბრალოდ უნდა გაიმეოროთ ეს თანმიმდევრობა ამ რიგით დღეში ერთხელ. და თუ ტკივილი გადადის დუნდულზე ან ფეხზე, მე გაჩვენეთ, როგორ გააუმჯობესოთ სიატიკის ტკივილი ჭკვიანურად ამ ვიდეოში. უბრალოდ დააწყაპუნეთ აქ ეკრანზე საყურებლად. თუ შეძელი დაგეხმარო, გახსოვდეს, გაუზიარე ეს ვიდეო ვინმეს, ვისაც სჭირდება. სულ მცირე ერთ ადამიანს მაინც. მხოლოდ ამას გთხოვ, გააგრძელე სიკეთის ჯაჭვი. აქ დავასრულებ, დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.